საქართველო 1992-93 წლები უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეული ეპოქა აფხაზეთის ომი 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე ქართული ჯარების კოლონამ ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამ მომენტიდან დაიწყო ომი, რომელიც მძიმე შედეგებით დასრულდა. კონფლიქტის დროს ორივე მხრიდან 30,000-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 270,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია. ომის განმავლობაში ორივე მხარემ უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მაგრამ დაგვრჩა ამბები, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რომ ომშიც შესაძლებელია შეინარჩუნო ადამიანობა. ბაატა ყურაშვილი 1966 წლის 3 აპრილს დაიბადა. მას 7 და-ძმა ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაატას მამა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში საბჭოთა იდეოლოგიით აღიზარდა, ის ეკლესიური ადამიანი იყო. მან თავისი შვილებიც რწმენით გაზარდა. სამი ქალიშვილის შემდგომ პირველი ვაჟიშვილი იყო და რაღაცნაირად უნებრივი წინამძღოლობის უნარი ჰქონდა, რომ ერთი ძმების შორისაც მე დედამიშვილის შორისაც განსაკუთრებით გამოჩნდა. ერთგულებით ოჯახის სიყვარულით მზრუნველობით შემიმართებაში 2 წელი თუნცოში ვიყავ მასზე და სუცილობდა, რომ არავის არ დავიჩაგდა და აზროვნდა მზრუნველობდა. სკოლაც არ ქონდა დამთავრებული, უკვე ოჯახის ფიქრობდა, რომ ოჯახს როგორ დახმარებოდა. მავთულბადის საამქროში მუშაობდა და ამ იქ აღებული საამქროში აღებული ფულით ეხმარებოდა ოჯახს. 18 წლის რომ გახდა, ბაატა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო ვალდებულებას უნგრეთში იხდიდა. კი, უნგრეთში იყო, ჯარში იყო, სხვათა შორის ძალიან არ უყვარდა ეს ჯარისკაცის ის შეზღუდულობას გრძნობდა, იმიტომ რომ ძალიან თავისუფალი სული იყო. მახსოვს, როდესაც ბრუნდებოდა, თვითონ აქვს მოყოლილი ასეთი რამ, რომ გაიხადა ჯარისკაცის ეს რუსის ჯარისკაცის პარაჯა და დინარეს გააყოლდა. ჯარიდან დაბრუნებულ ბაატას სამშობლოში ვითარება შეცვლილი დახვდა. ეკლესიისა და რელიგიისადმი მეტი ინტერესი გაჩნდა. ერთ დღეს ბაატამ ბაღდადის ბიბლიოთეკას მიაკითხა. სახლში რამდენიმე სასულიერო წიგნი წაიღო და იმ დღიდან მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ბევრს კითხულობდა. სახლიდან თითქმის არ გადიოდა. ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ინტერესი უფრო და უფრო უღრმავდებოდა. თუ რამეს ისწავლიდა, ბოლომდე სიღრმისეულად უნდა შეესწავლა და აი ბიბლია ქონდა წაღებული და მთელი კვირის განმავლობაში იყო გამოქვაბულში და კითხულობდა ამას და იმეცნებდა და აი ამის შემდეგ წავიდა სხალთაში და მერე უკვე აფხაზეთში, კომანში, მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით. 1992 წლის 3 აპრილს მისი დაბადების დღეს ის ბერად აღკვეცეს. მას ანდრია უწოდეს. იმავე წლის აგვისტოში იგი მღვდელმონაზვნად აკურთხეს და სულ მალე მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კომანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. კომანი სოხუმის რაიონის პატარა სოფელია. იქ ჩასასვლელად მამა ანდრიას ფაქტობრივად ყველა საბრძოლო ზონა უნდა გაევლო. კომანის წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი სოფლის შუაგულში პატარა გორაკზე იდგა. მას იქ აფხაზური იური ანუას ოჯახი დახვდა. იური ანუამ ნგრევის პირას მისული იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი საკუთარი სახსრებით აღადგინა. კამანი უნდა გახდეს ერთ-ერთი სასულიერო ცენტრი ჩვენი მართლმადიდებელი ქართული ეკლესიისა. მისი ამ უდიდესი ღვაწლისთვის ილია მეორემ კომანის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა აღავლინა და მან ანუას გაწეული სამსახურისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა. ანუების ოჯახს ძალიან გაუხარდათ მამა ანდრიას იქ ჩასვლა, რადგან ეკლესიაში წირვა არ აღესრულებოდა. კომანში ჯარისკაცების მეტი აღარავინ იყო. ომით დაღლილმა ჯარისკაცებმა თანდათანობით დაიწყეს ეკლესიაში სიარული. მამა ანდრიას ქადაგებები მათ ეხმარებოდა.
კი, ჯარისკაცები მოდიან, ეს როგორაც ესე იგი ზოგი არის აგად მორწმუნე ასე რომ ვთქვათ ეკლესიურად ხორომ და ზოგი ისე არის და შორსი ხო ეკლესია და ყოველ შემთხვევაში ადამიანი რაც უფრო ესე იგი ახლოს არის ასე რომ ვთქვათ რაღაც კრიზისულ მდგომარეობაში ხშირად მოდის ეკლესიაში და უფრო მეტად უცხელად მოდის ამიტომ აქაც ესე იგი შვებას პროექტი კი ხო ну ახლა მე რაც შემიძლია ესე იგი ცდილობ ხოლმე რაღაც ველაპარაკო და რაღაც აუზავინს არის ეს კიდევ ვიყავი გასული აკრიჯეთან და ველაპარაკეთ ამ ანდრე ჯარისკაცებად ბუნებრივია ახერხებდა შეხვედრას ლოცავდა აზიარებდა მოძრაობდა და განამტკიცებდა რომ შეიძლება ახლა ყოფილიყო და სამწუხაროდ და იმ ტერიტორიაზე სამთავრობო 200 კაციანი ბრიგადა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დროს მარტო სოფლის მასწავლებლები იცავდნენ ამ სოფელს და ახლობთ 30 ადამიანის ოდენობით. ამხნევებდა და ამაგრებდა ჯარისკაცებს. ასე რომ აი იმდენად ნეიტრალური მამა ანდრე არ ყოფილა, რომ თქვათ მისთვის სულ ერთი ყოფილიყო ეს პირიქით. ის მიწა რომელიც ღვთის მიწა ეს ქართული მიწაა და ამის გაცნობიერება ძალიან მძაფრად ჰქონდა მამა ანდრეს. ამდენად ის ჯარისკაცი რომელიც იცავდა მის მიწას ის მისთვის ძალიან ძვირფასი იყო და განსაკუთრებულად ზრუნავდა მათზე. ერთი შემთხვევა იყო მარტო პრობლემა მოინატრეს და მთხოვეს რომ ჩასულიყავ რომ გავიგეთ ბოლო სად იყო ამ ანდრია დავადგინეთ და ვიყავი ჩასული და აუხსენე მამა ანდრიას რომ პრობლემას მომატყდებული რო ყავდა და სულ ქონდა ჩამოსულიყო და თქვა რომ თვითონაც ფიქრობდა ამის შესახებ და მე ფედანიერიდან აიღო და საკურთხევა ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება რომ ბაღდადში ჩამოსულიყო მშობლები ენახა და დაბრუნებულიყო და ძირითადად გზებს აფხაზები აკონტროლებდნენ მთებიდან და საშიშროება იყო სნაიპერების გასვლა მოხდარიყო მაგრამ თუ ისწავლობდი შვიდობით მივედი ფეხით მოგვიწია ბოლომდე მისვლა ქართულ კლიმატების განმავლობაში და იქ მამა ანდრე ამ დროს ეპისკოპოსს აცხობდა და გაუკვირდა და გაუხარდა ჩემი ნახვა და გაუხსენა ჩემი ჩასვლის მიზეზი მე დამათვალიერებინა ხალხობა და მოხუცები იყვნენ მონასტრის მინდორ ტერიტორიაზე იყო საცნობების სახლი მოხდინვალდების სახლი ესე და მამა ანდრია როდესაც ეპისკოპოსს აცხობდა ხოლმე ამათვისაც პოდებს აცხობდა და ურიგებდა ხოლმე ყველა საქმე გაუწილად და ჩემი მისვლისთანავე და რამდენიმე ადამიანი შევედი სოფელში და დაბომვა დაიწყო მთებიდან ავხადებით და მიერ და მე ახლა მივხვდი რომ სოხუმში რამდენჯერ დაბომვაში მოვყევი, მაგრამ აი შეჩვეული და შეგუებული არ ვიყავ და გაგეო შიშის ზომა მქონდა, ბუნებრივი არის და მამა ანდრია თითქოს ყველაფერთან შეგუებული რაღაც შიშის ზნობით და გარგული და მოვიდა და მომბიზროს და აქ დაწექიო კედელთან რომ გალავანთან მივიყავ და თვითონ არანაირი შიში არ და შეჩვეული და შიშმა შემეპყუდა მე უკვე სეპისკოპოსს აცხობდა იმის გამოცხობა დაასრულა და გამომიწოდა წამოსასვლელად და აღმოჩნდა რომ ფარაცმელები არ ქონდა. რეზინის ესვალი კეფირვალის იმას შემოჭრა მე რქუსლები უკან რაღაცა და ისეთ გადააკეთდა და ის შეიცოდა მე წამოვიდა და სოხუმამდე ფეხით ჩამოვედით. მე რომ ნახეთ ფეხები სულს გადაცვალი ქონდა ეს კანი ის დასიარულება ასე უხურდები ფარაცმელი გამომდიარ. წამოვედით მართლა იქიდან და 3 დღე გაჩერდა აქ ბაღდადში იგი სამტაძარში გაათენა ის ხამები სამტაძარში გაათენა. მაგრამ ერთი კვირა გაჩერებულიყო შვილო ის ჩაქრებოდა ყველაფერი და მაგი გადარჩებოდა მაგრამ ეს არ გააკეთა. იქ მე ხალხი მყავს დატოვებული ადამიანი მელოდებენ უნდა წავიდეო და მოგესალმებათ იმ დროს ბენზინობა იყო ტრანსპორტი ძალიან ჭირდა და ბაღდათიდან სულის მოახერხა როგორღაც კოპეტნარამდე ჩასვლა და თამაში გზა დაკეტილი იყო მაშინ აფხაზების მიერ და ვერტფრედ გადაფრენილა სოხუმში 1993 წლის 5 ივლისი 35 ქართველი მებრძოლი 1500 კაციანი მოწინააღმდეგის პირისპირ აღმოჩნდა. დახმარების იმედი არ საიდან იყო. ერთადერთი მეც უკან დახევა წარმოადგენდა, მაგრამ მაიორმა საზაპაკელიანმა და ბატალიონის წევრებმა კომანი არ დატოვეს. გამწირული კომანი დაეცა და ჩაიგდა. სოფელი ალყაში აღმოჩნდა. სიკვდილი ძალიან ახლოს იყო. ისალობენ ალბათ არ მაფიში რაღაცა შეიძლება არ თქო მე შეიძლება პენსიაში ახლა აი ფისკალში ვარ ასე რომ პოტენციაში ვარ
ჩემშულს არაფრის არ ეშინოდა, ოღონდ რეალ ძალიან ეშინოდა შვილო. ნუ მეშინია თო თქვენ ანაზიარები ხართ ხოლმე ჩვენთან ჩვენ მივიდანს გერჩით. ამშვიდებდა იმათ ეუბნებოდა თქვენ არ შეგეშინდა დარინერიულად არაფერი ყველაფერი კარგად იქნება. ესენი იქნებიან და უკან წავდიან ისევ. ახლა ადამიანს ასეთ ყოდა მოკრავენ ასოვალას იმას ვარეტო. დილის 3 საათი. მტერი კომანჩი შევიდა. უცნობი ხმები უკვე ეკლესიის შორი ახლოს ისმოდა. ამ გაუსაძლის წუთებშიც კი მამა ანდრია ხალხს ამხნევებდა. მან ჩაიბარა აღსარებები და უკანასკნელად აზიარა მრევლი. დილის 5:09. ეკლესია ალყაში მოაქციეს. ყვიროდნენ და ეკლესიის კარების გაღებას ითხოვდნენ. მამა ანდრიას კურთხევით იურიანოამ კარები გააღო. ის ცემით გაიყვანეს. იურიანოა უკან აღარ დაბრუნებულა. ხოლო შემდეგ გაიგეს, რომ ის სასტიკად უწამებიათ, იმიტომ რომ აფხაზი იყო. ცოტა ხნის შემდეგ ტაძრიდან მამა ანდრიაც გაიყვანეს. მამა ანდრია მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მტრები ცდილობდნენ მის გაღიზიანებას და ეკითხებოდნენ თუ ვისი მიწა იყო ეს. მამა ანდრია კი პასუხობდა, რომ ეს ღვთის მიწა იყო. ჯარისკაცები უფრო ღიზიანდებოდნენ. არც შეურაცხყოფაზე და არც ფიზიკურ ზეწოლაზე მამა ანდრია არ რეაგირებდა. ბოლოს ის ზურგით შეაბრუნეს და კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ ის წინ დაცემულიყო როგორც ეს ჩვეულებრივ ასე დროს ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. ზუსტად არ ვიცი რა რიცხვი იყო მაშინ. 5 ივლისი ჩემი მეუღლე იქით იწვა და რადიო ქონდა თავში და რომ მეც ვიწექიდი რა დღე იყო. აქეთ დავშვებდი და ამიძახა იქენ და აფხაზეთში შვილი მოუკლავდა და ივლისის სიცხე იყო. მაშინ, როდესაც ასეთ სიცხეში მიცვალებული სხეული ჩვეულებრივ სწრაფად უნდა გახსნილიყო, მამა ანდრიას სხეული უხრწნელი რჩებოდა. ხედავდნენ მამა ანდრიას, რომ მამა ანდრიას არ იხსნებოდა ეს სხეული, არ დაიწყო ეს და სასწაული არ არის და გასაკვირი არ არის. ხდერები იმდენად განწმენდილი ადამიანები არიან, რომ უკვე გასაკვირი იქ არაფერი არ არის, ყველაფერი ღვთისნება. ამ მოვლენის შემდეგ იურიანოას მეუღლე ზოია და მისი ქალიშვილი მანანა წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესიაში 52 დღე ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ტიხვინის ყოლა წმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ძველი ხატის წინაშე ზოიანოამ აღთქმა დადო. თუ კი ორივე დედაშვილი ცოცხლები დარჩებოდნენ, მონაზვნად აღიკვეცებოდა. გადარჩა მხოლოდ ზოიანოა და მარიამი, რომლებიც სამალული იყვნენ ანალოგიასთან და გადარჩნენ ისინი, დანარჩენი ყველა დახვიტეს. პატრიარქის ლოცვა კურთხევით ზოიანოა მონაზვნად აღიკვეცა. მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე კომანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს. ერთი სიკვდილამდე მიზა ჩემი შვილის საფლავი ნახო. თუ მოვახერხე, თუ გეიპარაკე. მისმა ასეთმა ნაბიჯმა არა მარტო ჩემზე, არამედ თითქოს ყველა მანჩის თავის გამენა მოახდინა და მოგესალმებათ, რომ თუნუში დაშორეს მრავალი სამსახურნი ეკლესიის სამსახურნები საფრთხე რო არიან. მამა ანდრიას ასე სწამდა, როგორც გემის კაპიტანს არ აქვს უფლება თავისი გემი მიატოვოს, აი სიმღერა თვითონაც არ ქონდა უფლება თავისი მრევლის მიტოვებს და ის ბედნიერი იყო, რომ მოასწრო. ხედე ჩემი მშობლები წუხდნენ, რომ ნეტა არ მოესრო ჩასლა, ნეტა იქ არ დაბრუნებულიყო, იმიტომ რომ მე გზები დაიკეტა, როგორც კი წავიდა მამა ანდრია უკვე გადაფრენა შეუძლებელი იყო სოხუმში, მაგრამ მამა ანდრია მე ვიცი, რომ ბედნიერი იყო, რომ ჩაფრინდა და იმ ადგილას მივიდა, სადაც მისი აღსრულების ადგილი იყო, სადაც ის პირნათელი უნდა შეხვედროდა ღმერთს.